მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა. გასული კვირის განვითარებული მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ რამაზ ჩალეგავასთან, ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე და ბატონ ლევონ ჩხეიძესთან, ადვოკატი, იურისტი, უფლებადამცველი. მოგესალმებით ბატონო რამაზ, მოგესალმებით ბატონო ლევან. სანამ მე გადაცემის ფორმატს დავიწყებ, მანამდე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, ეს ეხება ჩემ წინა გადაცემას. წინა გადაცემაში მე გამოვედი და საჯაროდ დავუქმე ჟურნალისტებზე ძალადობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ გმობ ჟურნალისტებზე ძალადობას, ფიზიკურ ანგარიშწორებას, როგორც ტელეწამყვანი, როგორც ჟურნალისტი და ასევე მინდა გავაკეთო განცხადება, რომ მე არც ოცნების გუნდის წევრი ვარ, არც დღევანდელი ოპოზიციის, მithumetesadაც ნაცელის და არც სხვა პარტიის, მაგრამ გმობ იმ ძალადობას, რაც ხდება დღეს საქართველოში. ჩვენ ვიხილეთ უამრავი ძალადობა, ბატონო რამაზ, ბატონო ლევან, ჟურნალისტებზე. არა მარტო ჟურნალისტებზე, აქციის მონაწილეებზე, მაგრამ უფრო მეტად მე როგორც ჟურნალისტებზე ძალადობას ვგმობ, როგორც ტელეწამყვანი და როგორც ჟურნალისტი. ასევე ჩვენ გვყავს კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, ბატონო, რომ ჩვენ გვყავს დაზარალებული სპეცრაზების მხრიდან, ეს არის ჩვენი ტელეოპერატორი ლუკა გუბიჩაიშვილი, რომელმაც ფეხი მოიტეხა სპეცრაზთან ურთიერთშეჯახების დროს და კიდევ უსურვებ მალე გამოჯანმრთელებას ლუკას და მალე დაბრუნებას ტელევიზიაში. კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო, სამწუხარო ნოტით ვიწყებ გადაცემას, რადგან წინასწარი ტიპოდიშ, მაგრამ მაინც ესეა. და პირველ კითხვას დავსვამ და თქვენთან განვავალ ბატონო რამაზ ამ კითხვას, ეს არის დღევანდელი აქციები საქართველოში, აგერ თითქმის 2 კვირაზე მეტია, რაც მიმდინარეობს აქციები და ახლა ამ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში გაჩნდა მოთხოვნები, ეს არის ავადმდელი არჩევნების ჩატარება, რომელსაც ითხოვენ გარდა აქციის მონაწილეებისა, სტუდენტების, სკოლის აქციაში არიან სკოლის მასწავლებლები, ოჯახის წევრები, ახლა გამოვიდნენ, ესენი არიან მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აქციებიდან გამომდინარე ძვირფას ტელემაყურებლებისთვის საინტერესო იქნება ძალიან. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო. მე პირველ რიგში ბატონო შავლეკ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. დღეს საღამოს ვაკეში ამას შალოკეგელიას მეუვარდნენ ახალგაზრდა ჯგუფი, კომიტინგეები. მე აღანა შეურაცხყოფა და უშუალო სიტყვით ილანძღებოდი. რა ყოლა დაუშვებელია რა. რა თქმა უნდა, საეკლესიო პირებზე მithumetes რა ხდება? ეს აიგე ჩვენ წელს თუ მე 21 წელს წითელი კომუნისტები ახლა დადიოდნენ წითელი კვევიასკები და მამაებს ლანძღავდნენ, ეკესაც უვარდებოდნენ, იგივე მეორდება თუ რაში ესე. მამა შალვასთან რა გვება ბატონებო. ბოლოს გადავაგდები და არ დაწამდებით. ანუ თქვენ არა ხართ და ვინ თქვენ გეუბნებათ რომ თქვენი ყველა არა თქვენი ყველაფერი რა. მამა შალვასი ნეიმრეული ყავს და იმდენი ადამიანებთან გვერდით თქვენ არა ხართ მაგდენი და თქვათ რა გაჩერდით რა. ჩემი სულთან გვა მამა შალვას და ყველა ჩვენ მოძღვრს და ყველა ეკლესიის მსახურს. უერთდებით თქვენს მოწოდებას ბატონო რამოს. რომ მეორე საკითხი რაც შეეხება არჩევნებს. ხოდიშ ბატონო, ერთი რაღაცა ვკითხოთ შეიძლება. რატომ არ თქვა მივიდა საპროტესტო ჯგუფი მაგალითად მეუფე მელქისედეკთან? რატო არ მივიდა პროტესტანტების ჯგუფი იგივე მეუფე ზენონთან და უამრავ სხვა მოძღვართან, ღირს მოძღვართან, რომელიც ღვთისშეწევნით გვიმრავლობს და ისე ბევრი ყავს ჩვენს და ეკლესიაში, რომლებიც ძალიან მკაფოდ დაგმეს და გაემიჯნენ ხელისუფლების იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელზეც საუბარი იყო. მე რატომ მაინც მამაშალვას? ბატონო ლევან, თქვათ დაგმო მეფოზენო მამაშალვას დაგმო. თუმცა მამაშალვას დაგმო და ობიექტურობა ითხოვსო, უნდა თქვათ რომ მამაშალვა დაგმო ძალადობა ეს უნდა ითქვას. არა, ეს ამათრებს იმ საქციებს, მამაშალვა დაგმო ძალადობა დაგმო, როგორც პოლიციების გადამ თქვა ადამიანებს დაიჭერთ, მაგას შრაცხოვ მიყენება მანქანაშია თუ ყებეზეზია თუ გზაში არა. ეს ნამდვილად თქვა, ამის უარყოფა არ იქნება. მანამდე ებდოდა მამაშალვას. გამორჩეულ სარწმუნოებასა, გამორჩეულ დღეს, გამორჩეულ ადამიანებს ხო ებრძვიან ესენი
ლიბერალები? არა. ძალიან ლიბერალები. მამაშალოზე ბზუიანნე. ძალიან ბევრი სხვა სასულიერო პირები არსებობს, რომელიც არ ბზუიან. ეხლა ნაცავი გამოვიდა მამაშალოზე და მე მწუხენია რომ ნაცავი ხარ. რატომ მწუხენია? ვინ ხალბატონო შენ მამაშალოზეობა? მე ამაყება რომ მამაშალოსთან ხანდახან როცა შევსრულო მაგ ბრეული ვარ და ხან მიდივარ და ერთი დღე რომ თვეში ერთხელ მივიდა და მაგით უსაყურთხავს რომ უსინო ერთი თვე კარგად ადამიანი რა არის უძვირფასესი ერთ-ერთი გამორჩეული და გამორჩეული ქართველი ადამიანია რა. ამაზე მოვჩეთ რა. რატომ მივიდა? მისული ყო უნდა აზე გამოთქვა ადამიანმა ხო? მე უფრო ზერო გამოთქვა კი ბატონო ზოგს. გამოთქვას მე გასულ. ყოველთვის აზე ხარ იქნება. მამაშალოს გამოთქვა აზე ხო? ხო ანუ ეს აზის გულის ვეფერდიო? ანუ ეს არ უნდა თქვათ რომ ეს სიღარი რაღაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. არის მამაშალოს ემზიან. არა მამაშალოს შეიძლება ეს არის ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. იმხელა მიდიოდა ხო მიდიოდა მაგენი ვაკეს მიდიოდა აქცია ქონდა და ორდო და ასე შევარ და რატო არ აუძალეს ეს ხო მომხრებული იყო. რატომ ვიღაცამ და მოიფიქრე ეს რომ აი შავარდენი ყან და აი ასე შენასო. ღმერთმა თქვენ დღეს არ ვიყავით ვერ ხალხი იყო არ იყო შაბათკვირა დღე თორე ასიმდენი ვარ ჩვენი ხარა. ამას მე გაბადილი მგონია კაცო. ჩვენ ვიყავით რა. აი შემდეგ საკითხი. ხო. არჩევნების საკითხი. ვადამდელი არჩევნები. ბატონო შავლეკ. ვადამდელი არჩევნები არ არის ხსნა. მე ასე მგონია. თქვათ დაუშვა არა მგონია 1% არა ვარ 1%-იც არც მომხრევარ და არც მომხრები არჩევნებს. თქვათ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. ეს იქნება პრეცედენტი იმისა, ყოველ არჩევნებზე იქნება ხაოსი. ოპოზიცია ყოველთვის ვიღაცა წააგებს, ვიღაცა ამას არ დაუჯერებს. 1% რომ მოხდა რომ ხალხ არჩევნები დაინიშნა, სულ მაგას მოგთხოვენ, სულ ხაოსი ვიგნებით ჩვენ. ამიტომ ეთილინებეთ, ანუ თქვენ იმას ამბობთ რომ ეთილინებეთ, ბოდიში ბატონო ანუ თქვენ იმას ამბობთ რომ შემდეგი არჩევნებიდან გამომდინარე ნებისმიერი არჩევნები თუ რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელი იქნება ისევე ატეხავენ. ატეხავს განგაჩ 20% წააგოს. ხო, ამერიკაცნებად 20 ატეხავს განგაჩ გამოვა 20 მომხრეები გამოვალთ, მე გამოვა ის მოიგებს ის გამოვა, არ გვინდა რა. აგერ არის 2 წელიწადში ადგილობრივი არჩევნები, მერის არჩევნები, საკუთარ არჩევნები, ხო 2 წელიწადში გას. 1 წელიწადში ერთში. ერთში ხო? კი ბატონო, მერი ერთშიეთ, ქალაქი ხელში შეიგდეთ, რაიონებს გამგებლობით თქვენი ერთშიეთ, უფრო ადვილად მოიგებ და დამშვიდება ხარ ხო და დავანებოთ ქვეყნის გავს თავი. არ გაყალდა მე მგონი არ გაყალდა და შენ მგონი გაყალდა ხო აღერებულია ეს და სხვა ნუსმენ გარედან ვიღაცის დაძახის ნუსმენ ხმას დაგვიმკითხე რომ გაყალდა გითხარი როგორ გაყალდა ვის დააგდა ხმები გითხარი მაგით არ ჩვენიათ ხალხო ვიღაც ჩამოდის ვიღაცა და დადრუსთავი და წყვეს გასავლის 24 ვიღაცა ვის არ იზარება წყვეს გასავლის რა ვანგრებ ქვეყანას მოიწე ეცეზე მოიწუნეთ იყო გაჩერდით რა რად გვიღეს ეს ამბავი რად გვიღეს ეს არეულობა დღეს რა ხო არჩევნები ხო იქნება 1 წელიწადში ერთში მე არჩევნები ხო არის კი 2025 წლის ოქტომბერში მე კაცო მე თუ ორივე საკრებულო და მერის არჩევნები მე აქ საკრებულოში მოდით თუ მე არჩევნებში მოდით თუ ხალხი მოგცემთ ხმას ბატონო ჩემი აზრია ბოდიშ მოდი ასე თქვა პირველ რიგში ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია რომ არჩევნები გაყავდა და მარტო ჩემი ასეთი არა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა მე მემხრობა და ჩემს იზიარებს და ჩვენაც ამაზე ვართ. ისევე როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ისაც ბატონი ბრძანებს, რომ არჩევნები ჩატარდა კარგად, ხო? ფაქტია, რომ თანხმობას ვერ ვახდენთ ამ ნაწილში და ფაქტია, რომ პოლარიზება არის ჩვენ შორის და რაც თავარია მეორე მე-15 დღეა დღეს მიმდინარეობს უკვე აქციები უწყვეტად და დღეს ჩემო კოლეგებად ადვოკატებმაც გამართეს აქციები მე სამწუხაროდ ვერ მოვედი ამ აქციებს და ბოდიშ მოგიხდით ჩემო კოლეგებმა ადვოკატებმა და იურისტებმა უზენაეს სასამართლოსთან იმიტომ რომ ამ გადაცემის ჩაწერაზე ვარ იმყოფები ამ დროს როდესაც თქვენ უზენაეს სასამართლოსთან გეხართ და სული და გულით მე თქვენთან ვარ და უამრავი პროფესიის ადამიანებმა 13 პროფესიის სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა ლოკაციაზე მოვაწყეთ დღეს ესე ვთქვათ საპროტესტო აქციები ხო ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ ცელი ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი არ ღებულობს სამარჩევნების შედეგებს. ფაქტია, რომ დიდი უკმაყოფილებაა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორც არის ქუთაისი, ბათუმი, თბილისი, სადაც ძირითადად პოლიტიკა კეთდება საქართველოში, ხო? და ფაქტია, რომ ჩვენ შორის არის პოლარიზაცია და ვიტყვი, რომ არის დაძაბულობა ერთი მხრიდან არის სახელმწიფო თავისი პრეზიდენტის რაზმებით, მეორე მხრიდან საზოგადოება და ორი კვირა უყურებთ ჩვენ ძალადობას, ორი კვირა უყურებთ დაბატიმრებებს, ასეულობით ადამიანი მიყავთ საპრობილეებში, მე როგორც ადვოკატი, რომელიც ადამიანების უფლებებს ვიცავდი ამ დავების დროს
გეტყვით რომ საათობით უნდებიან, იმიტომ რომ არ არის საპრობილეებში ადგილი, მანქანებში ჯდომას ციხეების ტერიტორიაზე, საპრობილეების ტერიტორიაზე 7-8 საათი უნდებიან მანქანაში ჯდომას, რომ როგორც კი ვიღაცა 24 საათიანი პატიმრობის და გაუდის და სასამართლოში გადაყავდა ციხეში ადგილი თავისუფლდება, იმ წუთშივე მიყავთ ეს ადამიანები, ესე ვთქვათ, მათ მაგივრად სხვები შემოყავთ და თბილისში დაკავებული ადამიანები ზოგს ქუთაისში პოულობთ, ზოგს ბათუმში პოულობთ და ხუმრობით გეტყვით რომ დაუკლარჯეს თუ არ შემოვიერთეთ ცოტა ხანში ციხეში ადგილი აღარ გვეყოლება ადამიანების დასაჭერი. ისეთი მდგომარეობაა დღევანდელ დღეს. ხო, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რას ვამბობ, როცა ესეთი მდგომარეობა არის. კი ბატონო, თქვენ თვითონ არჩევნები კარგად ჩატარდა, ჩვენ თვითონ არჩევნები ჩვენად ჩატარდა. ფაქტია, რომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. შესაბამისად, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში. და პირდაპირ გეტყვით რა, ეს ვადამდელი არჩევნები განმუხტავს სიტუაციას, დაწევს დაძაბულობას იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. მდგომარეობა არის ცუდი. რა მოგვიტანა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამ 1 თვის განმავლობაში. პირველი რაც მოგვიტანა შეჩერდა ევროინტეგრაცია. ეს თვითონ ხელისუფლებამ განაცხადა. რამაც გამოიწვია ეს საპროტესტო მუხტი. მე თქვენს რომ ჩვენ კი არ შევაჩერეთო, ჩვენ ფაქტის კონსტატაცია მოახდინოთ, თორე ევროპამ შეგვიჩერაო. კი ბატონო, ევროპამ შეგვიჩერა, მაგრამ რატო შეგვიჩერა? კარგად ვიქცეოდით და იმიტომ რატო შეგვიჩერა? იმიტომ კი ბატონო, ამასაც გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ შეგვიჩერა და ეს ცუდია. რატომ? შესაბამისად, იმის მაგივრად რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც მიიღებდა ასეთ პროცესს, თავად წავიდა ხელისუფლებიდან, თუ ის პატრიოტი და ქვეყნისთვის მოფიქრებული ხელისუფლება არ და საკუთარი ჯიბის და საკუთარი კეთილდღეობაზე. ის უთქვოდა რომ ჩემ ქვეყნის განვითარებას წისვას მე ვუშლი ხელს, მე მივდივარ და ჩემი ქვეყანა წავიდეს წინ. ასე მოიცოდა ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ დღეს შეუშვებდა მე, როგორ? ჩატარდება ახალი ვადამდელი არჩევნები და ვისაც ხალხი არჩევს ჩატარდება ვადამდელი არჩევნები და მოუშვ ხო კი ბატონო თქვენ თქვით რომ ვადამდელი არჩევნები მოდი ასე ჩავშალოთ ავიღოთ რა ქვია მაგალითი თქვა და ჩატარდა ვადამდელი არჩევნები კი ბატონო და ხელისუფლებამ წააგო ეს ვადამდელი არჩევნები თქვათ რომ მე ხელისუფლებამ უნდა ატეხოს ერთი ამბავი ამ არჩევნების რა ქვია წაგებულმა პარტია რომელიც ხელისუფლებაში იქნება ოპოზიცია. რატომ უნდა ატეხოს ეს? რატომ უნდა იმასთან დაკავშირებით რომ მოდი რომ ისმის. გაყალბდა ამერიკის და ევროპაში დავამთავრებთ. რანაირად უნდა კაი გავიგე, მაგრამ რანაირად უნდა გავაყალბოთ ჩვენ ოპოზიციამ არჩევნები. რანაირად უნდა ჩვენ ოპოზიციამ ჩვენ ოპოზიციამ გამოდი თქვენსგან ცოტა მოვიტყოთ და სერიოზულად მივიდეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ რანაირად უნდა გავაყალბოთ ოპოზიციამ არჩევნები. ადმინისტრაციული რესურსი გავაყალბოთ. საარჩევნო კომისიებს ჩვენ ვაკონტროლებთ. რანაირად? შემდეგ არჩევნებში. რომ მოვიგებთ. შენედადი. ერთის მერე. მაშინ გეტყვი გილობერჩევს გულის ხო? მადონლევან. თქვენ ჯერ მივიდეთ იმ საპარლამენტო არჩევნებამდე და მე ჩვენი ამბოცანა დღეს არის დავძლიოთ კრიზისი. მათქვევით ახლა ჩვენ ყოველ ოპოზიციას მოსახლეობის საქართველოს 800,000 კაცმა მიცახმა. ხო? კი. 1,100,000 რაღაცა მიცა ოცნებას ხო? ხოობა ძალიან დიდი ხო არ არის? არ არის. მე რატო გიგოთ ჩვენ აი ადგა თბილისი, ადგა რაიონები, ბათუმი, ხოროწყუ, ხობურეთი, რა ვიცი. ეს ხალხია, ოპოზიციის ხალხია. ამათ ჰქონდათ სრულ მოლოდინი. სრულ მოლოდინი ჩაუნერგეს ხელმძღვანელებმა და ევროპაში ჩვენ ვითომაკეთებმა, რომ თქვენ იგებთ არჩევნებს. თქვენ მოვდივართ მომარჩევნებში. ამათ საერთოდ არ ქონდათ ისა რომ წაგებრი ქონდათ არჩევნები. ესე როგორ წინასწარ ტასპანზე მარტო მიგერეთო და ხალხ გაუჩინეთ სრულ მოლოდინი ამათ და მე არ მიგეთ ხალხ გამოვიდო და რა თბილისი ფაქტურად ხო თბილისში 60% ხო ოპოზიციას მიცახ მაგას. კი ბატონო. მე ეს ხალხ გამოდის გამოვაბდო რომ ოპოზიციის მომხრეები არიან. ჩვენ საქმეში ვართ 20%. თბილისი რესპუბლიკის 90%-ია. მოსახლეობა? ნახევარი ხო? ნახევარი როგორა ჩაწერილი კაცო? არა მგონია რომ იყოს. ჩაწერილი როგორა? ანუ რეალურად აქ ნახევარი ცხოვრობს საქართველოს. ხო, მაგ არჩევნებში გიდმედია, რეგისტრირებული რაიონებში არიან. ჩაწერილი. მილიონ რაღაცა ჩაწერილი თბილისში. მეტი არ ჩაწერილი. ბატონო, გეტყვით, მაგრამ ახლა ადამიანი რომ მომხრე ბევრი ყავს თქვენ. ანუ მე უსაკმრები, მე პასტილები, მე აყოლილები, ხა ტრენდშია რომ ხა ტრენდში ოპოზიციონერები. ამიტომ მე არ ემხრობ. თქვენ ზეთო ჩვენ მხარეს უსაკმრები არის. არა. თქვენ მომხრები ყავთ 800 კაცი გასულ. გამოდიხართ თქვენ. მე ამაში სულ ვერ ვხედავ მე მაგრამ ის მიწმასნილების გემატებათ, მე გემატებათ. რომ წინასწარ მომზადებული რომ აი ეს ასე ხო ლაპარაკობდი ჩვენ ბატონო შავლეგ რომ ეს ასე მოხდება. წინასწარ დაშიფრული იყო საქართველოს არჩევნები ვაი თუ წაგო ოპოზიცია მოხდებოდა. ანუ დატრენინგებული ხალხი. ეს იყო გამზადებული ხალხი. მომზადებული ეს 500-600 დატრენინგებული. ყველა აბა პატოსთან ახალგაზრდები დგანან იქა იმათ ისინი იმაწანდი კი არ ვარ კაცო.
იმა თავისი აზრი აქვს და ყველა ერთადზე ხარ ვიქნებით არა? კი ბატონო. მე დადრო მაგას გვერდს, მაგრამ იმ ადგილით ვინც პარლამენტს დაიმა ცებს უკიდოდა სიამოვნებისგან. აი თვალის სიამოვნებისგან პარლამენტის წინ აი დეკორატიული მცენარეები იმას ჩეხავდა და იმას წვავდა რა, გული მიგდებოდა შენს ხალხში. შენს სამშობლოში, დედაქალაქში. წვავ ყველაფერს და რო შენს სიამოვნებაში, რა მით ასაკეთებ შენ ახლა მითხარი, აი შეეშინო და ის სამთავრობა? არ ტკივა ქვეყანა? აღას გიხდიან მაგდენს. რამდენს გიხდიან კაცო, რა ღირს სამშობლო ღალატია რა? მე ყვაზე რომ მე ამბობ იმ ხალხაზე ვინ ქვაცეს და პარლამენტს და ცეს უკიდებდა რა. იმას გეუნებით რა. მე ამ პატრულის და ამ პოლიციის დამონათება და პატრული აღარ გაპოლიცია. ის ხო იგივე ჩვენ შვილები არ არიან, მაგრამ და უცხოეთთან ჩამოვიდა ვინმე? რატო ვაკეთებ, რატო მყავს საზოგადოებას? ბაბა, 85,800 ლარი ქონია თიური ხელფასი ბატონ გრამიას. აი რა სამშობლოს ღალატი კაც. ამდენი ვალი, ამდენი აღარ დაფინანსება. 9,000 დოლარი დაიწყებაო, არა სამთავრობების დაფინანსების ხელფასი. კი. ეს ძურია სამშობლოს ღალატი ალბათ რა. ეხლა თუ არ არის ხულის ქუჩებში დაჭერები და სოლები ქვების. ხო გამოვიდა ეგ ხოშტარია და მე ვყიდულობ ამას და ახალგაზრდას მე უხელმძღვანელები და მე ვაწყობ ხო თქვა ადამიანს მაგას. ეხლა თუ არ ისურე მაგრამ ეხლა თუ არ წერენ, ეხლა თუ არ იჭერენ კაც. ხალხო რა ხდება, დებილი ვარ. რატო არ იჭერენ და გეტყვი არა. რატო არ ისურე ქვას კაც. არ იჭერენ, იმიტომ რომ ის ბრუტალობები, რომელიც დაახლოებით 10 დღე გრძელდებოდა ყოველ დღე, მარტო მე რო ვიცავდი გიორგი მაისაშვილის დაკავების კადრები რო გავცედა, სადაც მიზმა ზვიად მაისაშვილის საუბარია ჩვენი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის რაც გადაცული გია მაისაშვილის ძმისშვილებზე თუ როგორ უტყავენ მას წიხლს ის ჩვენი შვილები თქვენ რომ ბძანეთ ის სპეცრაზმელები ორი კაცი წიხს როგორ უტყავენ სახეში ხოლო მის ძმას როგორ ათრევენ მიწაზე პირდაპირ თეატრის პირდაპირ შოთა რუსთაველის თეატრის წინ და როგორ მიყავთ გონოთ მდგომარეობაში ის მე საპოლიციო მანქანაში აი ეს კადრები და კიდევ ბევრი სხვა კადრები რომ ნახავ მსოფლიო ამან მოიტანა ძალიან უარყოფითი შედეგი ქართული ოცნებისთვის პირადად შესაბამისად დაფიქრდნენ და მიხვდნენ რომ ასე ბრუტალური ქმედებებით და კატასტროფული შედეგები მოიტანა კიდე ჟურნალისტ რო ის ნიღბიანი რაღაც საშინელებათა ფილმის გმირის მსგავსი ტიპი რო ის რაღაცა მიზანტროპი პიროვნება რო ესხვის იმ გოგოს და თავს რო ატეხავსავით რაღაც საშინელი ილეთით და ჟურნალისტებს ცემენ და ხო ანუ ეს ყველაფერი ხო ნახეთ ეს ყველაფერი გავიდა და უყურა სოფლიომ რას უყურა კაცო რა აი ამას რასაც რა ხდება უკეთეს ხდება რამე საფრანგეთში უკეთესი კერხება მთავრობა გადადგა. საფრანგეთში ბატონო ჩემო არ მიდიან რაც აქ მოხდა და ხელისუფლების მომხრე ელისეის სახლი დესვია ქვე? ხელისუფლების ესვრია და ესვრია სხვათა შორის ელისეის სახლიდან მივიდნენ? ელისეის სახლიდან პოლიციას ესვრია სხვათა შორის მოლოტოვის კოქტეილებსაც კი. ხო და რა მინდა თქვა? რაში აწყობს ბატონ ლევან პოლიციელს, სპეცნაზებს, ახალგაზრდა მომიტინგის დაჭერა და ცემა. მითხარით, არ თაროდაში აწყობს თარობას ეს. არაფერში არ აწყობს ეს. როცა თარობა თვლიდა რომ ბრუტალურად ჩაავდიქდა სანამ ეს 500 კაცად ახალგაზრდა სანამ პოლიციას არ მივიდა და გადაუწყო სოლა, გინება ქვის, კილი შარიკები უპოვეთ, კილი შარიკების საგებავის მაშხალები, ჟანდარმი ხელისას უკიდებდა. სანამ მაგენი იქით ამიდა და 5-6 საათი ბორონდი იწვევდა პოლიცია და მანამდე პოლიცია არ იზროდა. მისმენთ, კი ბატონო. როცა ძანება რომ მიიღებ ძანება რომ დაშალეთ ესენიო მე პოლიციელებს ყველა ერთნაირის მომზადებული და ძალაზე მიდის საქმე და დამომრეობაზე ხო ადამიანება ხდება რა საერთოდ არ იყვნენ მომზადებულები და ეხლა პრობლემა რა არის 500-ზე მეტი მომიტინგია ბატონო ჩემო დაჭერილი და დაუყოვნებლივ ხდება ეგრეთ წოდებული ბწყალებში სამართალდამღვრების იდენტიფიცირება პოლიციელების მიერ და ხდება იდენტიფიცირება როგორც დისტანციაზე, იცით რა განმიცხადა პოლიციელმა ერთ პროცესზე? კორდონში ვიდექიო მთავრობის სახთანო და დავინახეო რომ რუსთაველის თეატრთან იდგაო გიორგი მაისაშვილიო და იქიდან დამიძახა მონაო და მე ეს გავიგონეო და გაუშვიო იქო სპეცრაზმის ჯგუფიო მის დასაკავებლად. არ ხედავთ პროვინცია და წარმოგიდგენიათ იმ მდგომარეობაში პოლიციის კარდონში რო დგას პოლიციელი მთავრობის სასახლესთან იმას შოთა რუსთაველის თეატრთან დაინახა კაცი როგორ ედგა იცნო რომ ეს გიორგი მაისაშვილია და მონას მეძახისო და სპეცრაზმელებს უცხად ეს კაცი მომიყვანეთო თქვენ ამის გზიერად ხარ ხო თქვენ არ ხედავთ არ ძალადობდა პოლიცია არ ძალადობდა მიტინგები არა მომიტინგეები ძალადობდნენ არა მე იმასაც ძალადობდა განსხვავება ეს კაი ბიჭების ჯგუფი ხო არის ბატონო ქუჩაში 4 საათი ეს ხო არის კაი ბიჭების ჯგუფი ქუჩაში საუბარია პოლიციის საგამო 5 საათზე იწყებოდა
5 საათი იწყებოდა პოლიციის მიმართ ხვიბს და ვიღაცა ეთქოდა აბა მიდითო და დაწყებდა პოლიციას. ეს ხო ხდებოდა მოფიქრებულად, ეს ხო ხდებოდა მიზამიმართულად. რომ დაიჭირეს ოფისებში ეს იარაღება გაჩერდა მერე ეს ხდებოდა მოფიქრებულად პარლამენტის შეერთებას აღებას ყაპიდებდნენ ამწოვდნენ დაწავდნენ ყველა ხონდა შეცვენა უნდა პარლამენტი ტექნიკა და უამრავი სხვა რაღაცა ხარმა დავიღებთო გადავაწყვეტო ხალხო რუსთაველის თეატრთან ცემეს ხალხი მეც გეტყვით უფრო მეცაც კიდე აქეთკენ იმელის შენობასთან დაიჭირეს კაცი დასაჭერი იყო დაცვის ქვეშ ყოფი პირი რომელიც ბუტერბროდებს ურიგებდა მომიტინგეებს მარტო დაიჭირეს კან წარმადგინე ვიდეო მასალა რა დაგიშავათ ამ კაცმა ვეკითხები. იდგაო, ქვებს ქვეზოდაო, გვაგინებდაო. არა წოდენ ქვებს. და ვაჩვენე ვიდეო. კიდე კაი ჟურნალისტებს გადაღებული ქონდა და დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც შექმნით უნიკალური კადრები, რომელიც აუცილებლად მარცხაჯულებას გამოადგა მომავალში და მინდა გითხრათ როგორ გამაკეთებო? არავით არის ძალადობა არ იყო. უცხდება არეულობაში რაღაცა გადა მე არ გეუბნები რომ ვიღაც არისოდა, მაგრამ რო წარმოგიდგინე შეკაიდა ეხო სასამართლოში ვარ. სახელმწიფო გადაოდა ხო უნდა ბატონო მოდი თქვა იქ რო სასამართლოში ვარ და კონკრეტული ადამიანის დარღვევას ვიხილავთ. და რომ მოდის პოლიციელი და გეუბნება ეს კაცი მაგინებდა და ქვას მესროდა და მე რომ მომაქვს შენთან ვიდეო სადაც ეს კაცი ქვას კი არ ესვრის ბუტერბროდებს არიგებს და მარტოს დაიჭერს 7 კაცის სპეცრაზმელი წიხლების ქვეშ ამოიგდებს იმიტომ რომ მარტო დაიჭირეს და მოერიენ და გამოყავთ და უგუნოდ დალეწილი და ეს ადამიანები საპოლიციო ბრუტალობის ხვეპლი რო არიან რა მინდა ამით თქვა რომ 500 კაცი რო დააკავეთ და იდენტიფიკაცია მოახდინეთ თქვენ კაი ხალხო რუსთაველიზე რო გესმოდათ რუსთაველის თეატრიდან როგორ მონას გეძახდნენ თავისუფლების მოედანზე ხო ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება როგორ ვერ მოხდა რომელმაც მაგალითად იგივე ზვიად მაისავში რომელიც სოფლიო მოიარა ამ კადრებმა ორი კაცი რო წიხლებს ურტყავს სახეში და ადამიანი ამ მდგომარეობაშია გამოსული დალეწილი აქვს ხვიპირი და სახე ხო აი ეს ამაზე ვინმე მაგო პასუხი რატომ ხდება რომ მომიტინგეების მხრიდან სამართალდამცავი წუთებში ხდება მათი იდენტიფიცირება წარდგენა და 15 დღეს სრულდება ძალადობის დაწყებიდან ბრუტალური ძალადობის საპოლიციო ძალადობის დაწყებიდან დღემდე და ერთი პოლიციელი არ არის გამოვლენილი და ერთი პოლიციელი იურისტ ადამიანის ამდებით გამოსtildeება ყველაფერი როგორ ფიქრობთ რომ პოლიციას არ მოქმედა ეს ახალგაზრდები და პოლიცია ხიდგენ და უკან მისცეს პოლიტიკოსები ამათ რა ხონდა გადაწყვეტი რა უნდათ სახელმწიფო გადაწყვეტილება უნდათ რა პარლამენტი რა უნდა აი თუ გინდა ჩვენ 98-99-ში რომ მიტინგობდით და ვარდეთ იჯეკეთა შიმშილობდით ერთი ხის ფუტარ შემოვადებული ხიდა ხახი შიმშილობდით ხო კაცო მე არ ახლა ჩვენ რაც მე შიმშილობდი რაც ამოწყდებით ივანიშვილს ის გაუხარდება გადახდა იმაიშვილთან და ივანიშვილთან მაგ საქმე აბა ვინ არის ამ ხალხს რაც მეტი ქართველი გაწყდება საქართველოს ნაკლები ქართველი გიონ ივანიშვილი უფრო ბედნიერი იქნება რაც ნაკლები უფრო იოლის სამართავი იქნება ეს ქვეყანა ხოთ რა ხო მაგრამ გასაგებია ხო მაგრამ უყურე რა ხდება მე კიდევ გავიმეორებ რომ ძალადობას ერთი და მეორე მხრიდანაც მაგრამ აი ჩემთვის ყოველდღე მიუღებელია მე რა ფაქტებსაც შევესწარი რამოდენიმე ხნის წინათ პარლამენტის წინ აი აქცია სანამ დაიწყებოდა რა იწინა გადაცემაში და თქვი და კიდევ ვიმეორებ აქცია ნუ მე სხვა რაღაცაზე ვისაუბრე წინა გადაცემაში მაგრამ რაღაც მინდა ვთქვა აქცია სანამ დაიწყებოდა ეს იყო სადღაც ასე 7 საათი რაღაც უთები იქ ისეთი კატეგორიის ხალხი ვნახე რამაზ ბატონო რომ მე ვერ გავიგე ვინ იყვნენ საერთოდ ვერ გავიგე ვიზია საუბარი აქციის წინ აი პარლამენტის წინ ვისიყო მეორე კიდე ყველაზე მთავარი აი ტელევიზიები ხო გადასცემდნენ ოპოზიციური არხები გადასცემდნენ პოზიციური არხებიც ხო კაცო ეს ჩემთვის ყოველდღე მიუღებელია სახელმწიფო ძეგლია პარლამენტი ხო იქ ბოლოს და ბოლოს იმ პარლამენტის შენობის ქვეშ განისვენებენ 1921 წლის ოკუპაციის დროს კერძოდ თებერვლის ოკუპაციის დროს გადასვლილი იუნგერები კი ბატონო ბიჭო როგორ შეიძლება პიროტექნიკა ადგე და ესროლო რაღაცები იკითხე დაიწყო გიხაროდეს დაანგრიო და ცეცხლი მოიგდა მხარია ცეცხლი მოიგდა მხარია ბატონო მე არ ვამბობ რომ შინდობიანი მიტინგის წინააღმდეგი ვარ იყოს კი ბატონო თავისი აზრი აქვს ჩვენ ხა გავიდეთ წავიდეთ მაგრამ ეს სახელმწიფო ქონების დაზიანება რა წესია ვერგო ქუჩებში ის არა ქვია დაანგრეული იყო ასფალტი დაანგრეული იყო ის არა ქვია ჯებირებრივი ბოზების ჯებირები რკინისისა ეგენი როგორ შეიძლება საკუთარი სახელმწიფოში მყოფი არსებულ მას აზიანებენ და მე მიყვეს და ყოველთვის აი ბოლო პერიოდში ვამბობდა აქაც განმეორდები რომ ისინი სახელმწიფოს საკუთრებას ხვის გაკეთებულს არ უვლიან და საკუთარ სახში საკუთარ გაკეთებულს როგორ მოუვლიან როგორ გამაგებინეთ
კუჩი გამოვიდა ერთი ჟურნალისტი იყო ეს ორი დღე არის განდიმ რომ გააკეთა იგივე არის კი ბატონო განმა გააკეთა განმა ხელი შეიკრეს კი ბატონო და არ დაიმორჩილებთ ამას თარობას და ინგლისელებს ხო კოლონიზატორებს ამით მოერინდნენ მაგენი გადააგდეს ინგლისელები ხო კი ბატონო ეს ხალხი გამოსული ქუჩაში ეს ხალხადობი ეს მოს მოიშორებიათ ხო და რო გაიპროტესტებიათ ბატონლევან ხო სიმშვიდით სისხლარით აგრესორების გარეშე ხო აი ღმერთს გეფიცებით რა აი ყველა მანდ ვიქნებოდით რა მეკითხო ერთი ხელი ეწია სხვა მაგალითად რომელიც არის საპოლიციო და მოდი ესე თქვა ზალადობა რომელიც მოდის არაორგანიზებული მომიტინგეთაგან ამათ 11 შედარება შეიძლება ორგანიზებული იყო ყველა არაორგანიზებული ზალადობა მე ვერ ვნახე იყო გამზადებული და მე ერთი შტაბ ტელევიზორში შევა ლევან ბატონო რომ მე კიდე ვიტყვი რომ არსებული ჯგუფი რომელიც წინას არ არის მომზადებული რის საფუძველზე შესაძლებელია ესეთი ჯგუფი არსებობს ხა 100,000 კაცი 200,000 კაცი ის 100,000 კაცი რომელიც იქიდგა პირობიდან და 50,000 კაცი დატრენინგებულია არა თქვენ რას მიგონდა 50,000 მომზადებული ადამიანი არა 50,000 კი არა 500 კაცია 500 და ჯაფრიებს სახელს ეხლა მე თქვენ გეტყვით 500 ორგანიზებული კაცით კი დაამხობ ამ ხელისუფლებას ვერ დაამხობ ძლიერი ვერ დაამხობ მაგრამ ძლიერი 500 ორგანიზებული ადამიანები 500 გაწვდნილი ორგანიზებული კაცი დაამხო როგორ ჯარები და პოლიცია ძლიერი ყავთ გეუნები 500 ორგანიზებული კაცი რო გამოვიდეს კარგად მომზადებული ვით რა უნდა გააკეთოს რასაც უნდა გააკეთოს რა უნდა გაიწყო იომოს კიესოლოს კი უნდა იომოს ყია უნდა ესოლოს რო იომოს გეუნები კიესოლოს რა საბავთ რომ 500 ორგანიზებული კაცი კიესოლოს ქვეყანას მე გეუნებით 500 ორგანიზებული კაცი რო გამოვიდეს ეს ხელისუფლება დამთავრდება კიესოლოს ქვეყანას მე გეუნები არ არის ეს პროტესტი ორგანიზებული ეს მუხტარის ეს მოწესრიგეთ ეს არის სპონტანური წინააღმდეგობა გავიგეთ მაგრამ ვიგაბედავს კაცო მაგას სხვა რამეს ვამბობ ხო ეს ყველაფერი გავიგდა მართალი ხმარა კიდევ განმეორდები ჩვენ კარგად გვახსოვს ხოდი კიტოვანმა რამდენი კაცი დაამხო გამსახურდია 500 საღოლები სად იყო 500 კაცი სად იყო 500 კაცი რა სიხსენებ რა კარგად გაცვლილი ორგანიზებული 500 კაცი არის სერიოზული ძალა 200 რაღაცა კაცი ყავდა რკონში რო იყო კი ბატონო ათ მან სხვა რაღაცა 21 დეკემბერს კიტო ჯაბარო გამოვიდა ვიცით რაც მოხდა და 21 დეკემბერს პაპაევი კავკასიის ჯარებს სადარო იყო ახალ ავტომატები დაურიგეს რამდენი კაცი იყო სულ არ ვიცი ბატონო რაც გამოვიდა 200 და გადაცული გრუზ აგენტების სამხედრო რუს სამხედროები იყვნენ მან არ თქვა მაგი რა რუსეთმა დაამხო ამერიკას დაეხმარა მასაკიზი დაამხეს ვერაფერი გაუკეთეს გამსახურდიას და დროზამდე ახალი იარაღებიც და გრუზ სპეცდაწილები შემოვიდა საბოლოოდ რამდენი კაცი მონაწილეობდა ამ ოპერაციაში? მე დამას კაცო. აი ჩვენ მე ვიცი რამდენი მონაწილეობდა არის. მე მეთქვა დამას. ბატონო 200-ზე მეტი იყო. ხო, ბატონო ზვიას. ძალიან მცირე რა. ძალიან მცირე რაოდენობაზე იყო. ბატონო ზვიადი შეცდომა რა იყო ვენაცვალე მაგისტროს. რამდენიმე 1000 სამხედრო ჯარისკაცი იყო პადუალში. ქართველები ახალწეულები ახალი იყო გამოყოლი გვარდია თუ იცით მაგალითად. ყველა იყო შეერაგებული. ერთი ბრძანება უნდა უთხრა ბატონო ზვიადო გაეცი ბრძანებაო. იმას გარკვეული რაოდენობის ხალხი ჩვენ ყოლომის მოედანზე. ხონდა ჩვენ რაღაც. არაო, ქართველს რომ მე აიცმას დავაპირისპირებო. თუ რაღაცა ეუბნებოდა ხარ ფეხებს შესწორეთ. ეს ახალგაზრდები ნენა პურის მანქანები შემოდიოდა და იმით აპარებდნენ გარეთ. არასდროს ახალი ბავშვები არიან და გააპარებს ყველა გაუშვა. ბატონო ზვიადი მოიქცა მაშინ მობიერად. დავამხეთ თავზე ყველაფერი, დაამხედა და ეხლა მობიერ რა მოიქცეოდა. ტყიას რომ 250 კაცი, რა 500 კაცი შეუძლია ქვეყანა გადატრიალოს? შეუძლია. იარაღს სვრიან? შეუძლია. იარაღს სვრიან? კი. ვინ აპატიებს რამას კაცო? ის 500 ჯარი. ის 500 მე თქვენ გქონე ჯარი მთავრობას დაუდგება? ჯარია პოლიცია. აბა დავამხოთ ქვეყანა? პოლიცია სად იყო გამსახურდია? მაგრამ ანუ შენ ამბობ. დავამხოთ მილიცია იყო კაცო. დავამხოთ ქვეყანა? ბატონო, ბოდიში რამას ბატონო. ანუ თქვენ იმას ამბობთ რომ საქმე იმდონემდე რომ მივიდეს რომ სამოქალაქო ომი იყოს განსაზღვრული და დავამხოთ ხელისუფლებას სისხლის ზღვის ფასად. მე გეუბნებით სხვა რაღაცას. მე გეუბნებით თქვენი თეორია რომ იქ არის 500 ორგანიზებული ადამიანი არის არასწორი. მე გეუბნებით 500 ორგანიზებული ადამიანი შეუძლია ხელისუფლება დაამხოს ორ დღეში. მე გეუბნებით არანაირი 500 ორგანიზებული ადამიანი იქ არის. მე გეუბნებით რომ ეს არის სპონტანური აქციები. ამას ვამბობ. საიდან რამდენი მაჩხალები 25 არის ერთი წელი კაცო. მაჩხალებზია ლაპარაკი მაჩხალებზე. მაჩხალებს შარიკებს, საკუთარ ვინადებს ამათ. ვინ აფინანსებს? ვინ აგულიანებს?
მაშხალები თუ ჩამოაგდეს ხელისუფლება. აი თოფი ზეკნებად. გამოგაჩნდა თოფი და ერთად გავუკეთებ მაგას. თოფი. ვისაც უნდა გაკეთება რა. რამაზბატონო, ერთი წამი. და აი ავიღოთ იქიდან აქციები რო დაიწყო, აი ორ კვირაზე მეტი აქციებია. დასაწყისში პირველი დღეს 35 პოლიციელი დაზარალდა. კი ბატონო. ხო, და მის მერე რამოდენიმე, ეტაპობრივი სულითა. თუ ძალადობა არ არის ოპოზიციის მხრიდან, ეს პოლიციელები რატო ზარალდებიან? მაშინ მეკითხები 350 კაცი, რომელიც დაკავებისას არის დაზარალებული და ზოგიერთი დაკავების შემდეგ არის დაზარალებული უკვე მოთავსების იზოლატორებში. ამაზე გადაგხი ხდება. 350 კაცი. გადაცდომას და გადაცდომა არ არის ბატონო, ხო გიხსენებთ. ამას მინდა დაინახოთ. სპონტანური წინააღმდეგობა არაორგანიზებული მასის არის ერთი და ორგანიზებული ბრუტალური სისტემური დანაშაული პოლიციის მხრიდან არის სხვა. ანუ რა მინდა თქვა, პოლიციის მხრიდან ჩადენილი იგივე დანაშაული არის გაცილებით მძიმე და საშიში საზოგადოებისათვის, ვიდრე ცალკე თავზე ხელაღებული არაორგანიზებული რამდენიმე ათეული, ან თუნდაც ასეული მოქალაქე, რომელიც მოქმედებს საკუთარი რისკის ფასად, პირდაპირ ვიტყვი. თქვენ არ გატყობთ აპარატი ბატონლევან? თქვენ ხედავთ მომგრადდნენ მასას? ქუჩიდან მოსული ბავშვები ჩხუბობდნენ მან და? ქუჩიდან მოსული ახალგაზრდები იქცეოდნენ მასე? მე ვხედავ ორგანიზებულ ჯგუფს პირველ რიგში პოლიციის მხრიდან. პოლიცია ორგანიზებული უნდა იყოს და მეორეს მხრივ ვხედავ ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებსაც პირდაპირ ვიტყვი, ქართულ ოცნებასთან აფილირებული ბიზნესმენები აფინანსებენ. დღეში ვხვდიან დაახლოებით 700-800 ლარს მათ, აჭმევენ, ასმევენ, აცმევენ და გამზადებული ყავთ ყოველ წუთას ეს ჯგუფები არის, რომელიც პოლიციის მიღმა მოქმედებენ, რომლებიც დაძლებენ მომიტინგებს, რომელიც დაძლებენ პოლიციელებს, ეგრეთ წოდებული წიტუშკები და ამ წიტუშკებს მინდა უთხრათ რომ კი, ეს ორი მხარე ცუდია მე. ხო და შესაბამისად ეხა წარმოდიდგა ამაში. ეს ხასი ვიღაც ამაში. ამაში რაში აწყობს მთავრობას, ბატონო ჟურნალისტის თემა. რაში აწყობს და გეტყვით. აწყობს იცით რა შესაქმე. მთავრობა შეიძლება არ აწყობდეს ჟურნალისტის თემა და ეს მასზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ როდესაც გამოუშვებ ესე ვთქვათ ბულდოგებს ქუჩაში, ხო? აღარ აკონტროლებენ. ეს არის უკონტროლო პროცესი. რო გამოუშვებ 50 კაცს. ეს გამოიწვია ქართული ოცნების პოლიტიკა. როცა იმას გახერხავ გესით, დაგუბებული დაგუბებული წყალზე გახერხა ბატონო. დაგუბებული გადოიღება წყალი, მე ყველაფერს ეხლა მეგრეთ ეს ვინ გამოიწვია. მას შემდეგაც არჩევნები გაყავდა, გაერთიანებული ბატონო გაყავდა და ოპოზიციამ დააპირა თავისი ორგანიზებით რამდენიმე მიტინგი ჩაეტარებინა, მოდი პირდაპირ ვთქვა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგები ჩავარდა. 3-4 მცდელობა იყო სერიოზული წინააღმდეგობის კორი შექმნა, ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში. ოპოზიცია ჩავარდა საფიქროში. ამ დროს მოევლინა ყველაფერს ამას ხსნელად ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელსაც გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა ძალიან მავნებლური განცხადება ქვეყნისთვის პირველ რიგში და თქვა რომ ჩვენ 4 წლით ვაჩერებთ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, რომელიც მეორე დღესვე უარყვეს, იმიტომ რომ მიხვდნენ რა სულელს გააკეთეს. და ამან გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში. ქაეს რომ ყოფილიყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგები, ჩვენ ვნახეთ კეჭისყრის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეს. აი ეს იყო ოპოზიციის ორგანიზებული მიტინგი, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებამ გააკეთა ის განცხადება, რომ ის აჩერებს ევროპასთან ინტეგრაციას 4 წლით, ეს ხალხი გამოვიდა თავისით. შემდეგ კითხვა უნდა კი ბატონო. შემდეგ კითხვა უნდა დავსვა. მოკლედ მე უნდა დამესვა, მაგრამ რადგანაც ფორმატიდან გამომდინარე ამ კითხვა ის გადასული კითხვაც გავიარეთ, შემდეგ კითხვას დავშვა. ეს არის აი სამოქალაქოებთან დაკავშირებით მოკლედ იმას ვიტყვი, შევაფასოთ, ეს არის სტრატეგიული ცენტრის დამფუძნებლის ექსპერტი ნოდარ ხარშილაძის განცხადება, რომ ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით, რომ არსებობს ამის მოსაზრება, რომ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს სამოქალაქო ომი და დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც სხვათა შორის ორივე მხარის განხილვის საგანი იყო და ბატონო ლევან, თქვენთან პირველად თქვენთან გადმოვაკითხვით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება როგორ აისახება დღევანდელ რეალობაზე პირველი და რა ფაქტორებს და შედეგებზე როგორი მოხდება? სამოქალაქო ომი რაც არის, ხო, ეს ძალიან ცუდია, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. და უნდა ვთქვათ, რომ რა არის სამოქალაქო ომის წინაპირობა? სამოქალაქო ომის წინაპირობა არის სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ შეგვიძლია დღეს დავждეთ რამე თემაზე და შევთანხმდეთ. ანუ ვართ მოლაპარაკებად უნარიანები? კონსენსუსის ვარიანტი. კონსენსუსი.
ხელისუფლება და ოპოზიცია. რომელი ოპოზიცია? აი მე ვარ ოპოზიცია ამ შემთხვევაში. თქვენ არ შეიძლება იმასთან არა. ისე დატრენინგებული, უცხოი და მართული, უცხო დაფინანსებული ხროვა. და ტრომს ქვეყანას. კი ბატონო. ანუ, კი ბატონო, მოდი ხა ესე ვთქვათ. თუ ჩვენ არის რამდენიმე ვარიანტი. პირველი არის რომ, ესე იგი, თანხმდებით რაღაცაზე, ორივე მხარე მიდის გარკვეულ კომპრომისებზე და მივდივართ კომპრომისების გზით ხელახალ არ შენობოდა და განიმუხტება პოლიტიკური სიტუაცია. არის მეორე ვარიანტი. ღრმავდება სამოქალაქო დაპირისპირება, ღრმავდება ერთმანეთის მიუღებლობა და უკვე ერთი ნაპიწყალია საჭირო, რომ უბრალოდ იარაღია დასარიგებელი, თორე ის ადამიანები დამიჯერეთ რაღაცა ჩვენ ვნახეთ ერთმანეთს, რომ გამეტებით სხვა შორის სპეცრაზმის და იქით ამ მხარეს როგორ გამეტებით ურტყავდა მომიტინგეებს და მომიტინგეების დამოკიდებულებას მეორე მხარეს მიმართებაში, ჩამოვართვათ ამათ ერთმანეთს მარშხალები, დავაჭერინოთ ერთმანეთს ავტომატები ხელში და სამოქალაქო ომია უკვე. პრაქტიკულად ჩვენაც სამოქალაქო ომის პრელუდია უკვე ვნახეთ. ის ხალხი, რომლებსაც ეჭირათ, სხვა შორის მეორე მხარესაც, არა მარტო ერთ მხარეს. იქით ამ მხრიდანაც ისროდნენ ის თითუშკები, იგივე ხლაპუშკებს, ხო? მივცეთ ახლა ჩამოვართვათ ორივე მხარეს ხლაპუშკები, დავაჭერინოთ ავტომატები, გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ორი მხარე დაუფიქრებად დასხებს ერთმანეთს ავტომატებით. რატო? იმიტომ რომ არის ერთმანეთის აბსოლუტური მიუღებლობა, არის ერთმანეთის აბსოლუტური დაპირისპირება და მიუღებლობა არსებული რეალობის. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, პირველი. ან მივდივართ განმუხტვის გზით, ვძდებით, მივდივართ კომპრომისებზე ორივე მხარე. კომპრომისი ხელისუფლებისგან არის ერთ-ერთი, რომ გამოუშვას პოლიტპატრიონები ციხეებიდან და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს აბსოლუტურად განმუხტავს სიტუაციას და სიტუაცია დარჩება, აი, სულ ჩაიფუშება ეს საპროტესტო ვითარება. არის მეორე მომენტი. ხელისუფლება არ მიდის დათმობებზე, მიდის ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს, იჭერს კიდევ ხალხს, გრძელდება რეპრესიები და საბოლოო ჯამში ეს რეპრესიები უკვე მიაღწევს იმ დუღილის იმ ტემპერატურას, რომ საიდანაც შესაძლოა გაჩნდეს რამოდენიმე ჩვენაც ვილაპარაკეთ ასეული ავტომატი, რაც სავსებით საკმარისი იქნება ქვეყანაში სიტუაციის სასაჭიროად და მივიღებთ დამიჯერეთ იმაზე გაცილებით უარეს, ვიდრე ეს იყო 12 წელს, გაცილებით უარეს. შესაბამისად არის მესამე ვარიანტი. ერთ-ერთი მხარე უნდა გადაუაროს მეუღლეს. ანუ პრაქტიკულად ან იმათმა უნდა გადაგვიარონ ჩვენ ხელისუფლებამ, ჩვენ და გაგვაჩუმონ, დაგვლეწონ, დაგხოცონ და მარტო თვითონ უნდა დარჩენ, ან სხვანაირად არ გამოდის რა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პროტესტი, ჩვენ არ ვღებულობთ არსებულ რეალობას, ის ხელისუფლება იქიდან არ მოდის მორიგებაზე, არათუ მორიგებაზე არ მოდის, გვიმძიმებს და გვიმძიმებს მდგომარეობას, გვიმძიმებს კანონმდებლობას, გვიმძიმებს სასამართლო პრაქტიკას, ატარებს რეპრესიებს, ადმინისტრაციული სისხლისამართლებელი წესით და უკვე ვითარება ყოველ დღე გაუტანილი ხდება. იქ ადვოკატები გავიფიცენ დღეს, იქ თეატრალები გაიფიცენ, იქ IT სპეციალისტები გაიფიცენ და ეს ჯგუფები ყოველ დღე ემატება და თუ დააკვირდებით ეს ვითარება განმუხტვის მიმართ კი არ მიდის. ეს ვითარება მიდის კრიზისისკენ და ახლა გეტყვით, ვარდნა იქნება პირდაპირ გეტყვით, ახალ წლებისკენ გვექნება ვარდნა პროტესტის. დაახლოებით 2 კვირა ახალ წლის შემდეგ იქნება კიდევ ვარდნა პირდაპირ გეუბნებით, საპროტესტო აქ მუხტის, იმიტომ რომ ახალ წლები მოდის და ყველამ უნდა ვიქეიფოთ, ყველას გოჭი ველოდება სახში დაიდაური იმედია, ესე ვთქვათ და ამის შემდეგ როდესაც გამოვალთ პახმელიაზე 15-ში ისევ დაიწყება, ესე ვთქვათ, ახალი პროცესები და ძალიან დიდი დარტყმები გვეღლუდება ჩვენ იანვრის ბოლოსკენ. ამას პირდაპირ გეუბნებით. ბატონო რამას, თქვენ როგორ შეაფასებთ? კარგად ჩამოყალიბა ბატონლებმა, ჩამოჭიდი არა. ბატონლებმა, შეიძლება რა. ბატო უშუალოდ, აი, ქართველებო რა. აი, უნიჭერესი იურიდიუსი კაცია ბატონლებმა. რატო უშუალოდ რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ბესორო ტყვია. გვისროლია და იმიტომ. რაც განვიხილა. გვისროლია ერთმანეთს. არა. ეს შეგვეშალა და ვინც მეორე მხარ პოზიციაში იყო მაშინ. ყველა ავტორი მაშინდელი ბოდიში მოიხადა ერინჭინაში რომ შეგვეშალაო ბატონი ძას ვესწორეთ. შეგვეშალა არავის არ უთქვია რომ სწორად მოვიქეცი. ჩვენ მაშინ ამდენიმე ათეული წელი გადავწიეთ ქვეყანა დავანგრიეთ დავლეთით და გადავწიეთ. ხაინდრავა მე მგონი რომელიც არ ნანობს ერთადერთი. კი ხაინდრავა ნანობს. ხაინდრავაც არ ნანობს. ხაინდრავა ვიმოსო ჩვენ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. არა ხაინდრავა არის ერთი კაცი მე. უმეტესობა ნანობს. კიდევ ანუ მოინანია და სიგუამდა ყველა. შუის კიდევანმაც განაცხადა სანამ გარდაიცვალებოდა. კი მოინანია. ოდა. მე ამას არ უშვებ, მე მაგალითად რაც უნდა თარობის ვთქვათ დღეს მომხრევიყო ხო? რაც უნდა მომხრევიყო ხო თარობის სუღაზე? მე ესა 50 კაცი მე ვაძვენა, მე ქართველი კაციც არ შემშვიდ ახლა ქართველი ვინც ოპოზიციის არ უნდა იყოს ტყვიას ვერ ვესვი რა. მაშინ მოდი ჩვენ დავდგებით და ჩვენ გვესწორეთ რა. გინდა თქვენ დახოცოთ ჩვენ დახოცოთ. ჩვენ ბატონო ვიცით თარობის ხარესობა უმეტესობა ამ ხარეს არის. რა თოფი რა იარა ხალხო. ენით ვილაპარაკოთ.
გელაპარაკებთ ენით. ვილაპარაკოთ, მაგრამ ვილაპარაკეთ. ვისთან ვილაპარაკო კაცო, მომიცვლება ხალხო ხარშენ. თქვენთან შემიძლია ჩემი. ვისთან ვილაპარაკო, ჩამო, ერთ ჩამო ადამიანი ჩამოვთვალე, იქიდან. იქიდანო წინასწარ არჩევნებამდე მეუბნებოდი რომ ამბობდი გახარებაო. გახარებს მევაწერ მაგას უკვე. არჩევნებამდე უკვე ემზადებოდი დამის რომ გაყავდება არჩევნები თუ წავაგეთ არ ვაღიარებთო და წინასწარ დაგეგმილი იყო უარესი უნდა და უარესი უნდა მოხდარიყო საქართველოში. ეს წინასწარ გაგეგმილი იყო. რომელი კაცო, გვარები ჩამოთვალო, რომელიც ერთთან დავდგეს ლაპარაკობს. რომელი არტულებს რატო ველაპარაკობთ გახარიასთან? ხაზარაძე, ბატონ ხაზარაძეს, მე ფოტოს სპორტი რო ისა, ანაკრის სპორტი რო აიშენები და მან პრობლემა არ ხონოდა თუ შეგვიძლია პოლიტიკაში მოვიდოდა, მაგრამ განაწყენებულია, მაგას პოლიტიკაში მოსულია რომ რაღაცა ჩაუვარდა ბიზნესი ფოტო და განაწყენებულ კაცს მოვიდა პოლიტიკაში, ხო? დაველაპარაკოთ იგივე დავასრულოთ. იმიტომ პოლიტიკაში რომ რაღაცა შოთა მოხდა, მაგას თუ მოისწორებს, თარგმნა და მოვიდა პოლიტიკაში. ვინ არის? ვინ არის მაგ და დაცებ დაარჩენი, ხო? გადაკეთე გამოკვეთებული. ერთი ნორმალური ადამიანი რომელსაც შეიძლება ლაპარაკი ვინც ფიქრობს ეროვნულად და ვიღაცა არაფერად უცხელი არაფერად და ვიღაცა ჩამოტაშ არ უყავდეს და ასე უყურებს გაწყვეტილებს რომ უცხელი ჩამოვიდო და იმათ შემეკითხოთ და უცხელი ავტორები და ქართული გუნი ვის ლაპარაკობს ქართული ვინ არის ამაჩვენი ვის ლაპარაკობს კაცო ადამიანი გამოიყოს ადამიანი ადამიანი ნორმალური ქართული ადამიანი და ვინ ლაპარაკობს მაგას მოდის გქოთ ეს ხალხი შეიძლება ვიცხო ეს ხალხი არის არტყინებული მეტოცობა ეს ხალხი მე მომხრა ეს ხალხი წარმოადგენს 800,000 მოქალაქეს. ბატონო, მილიონერად უნდა გაცო. ჩემთვის აბსოლუტურად მიიღებელი მდინარე. აბსოლუტურად მიიღებელი კომახი. წარმოადგენს იმ მასას, რომელზეც მე უნდა რა გავიყოთ ხელს და გავუწევდეთ მაგარიში. შეიძლება მოწევდეს. ეს ყევსო თბილისში კიდევ. შემოავანია, შემოაპედრო და ეს სამადოდ მოცემულ თავისუფლად წაგვარტოვე ბატონებო ჩვენ. სამადოდ შემთხვევით დაინგრა სადღაც და ჩვენ კი მოიპოვა დამოუკიდებლობა. შემთხვევით ჩაგეორდა ხელში რაღაცა. მაგას შეთანხმებით. ამას დავკარგავთ ხოსი და იმაში და უცხეს ვაყანებოდით. 91 წელშიც მანამდე უძლებოდით. ქვეყანას მიხედოთ რა. ვიყო ხალხი. ბარაკირო არჩევნები ჩატარდა ბატონო დაერო და მომან არჩევნებს. ხო შეიძლება წედა გაჩერდი კაცო. რა ვქოთ ახლა ჩვენ აღებულობთ ამ არჩევნებს. შენ რა მეგებულობ და მაშინ რა გაგებია ხო წააგე. შეიძლება პროტესტი. ამბობდი რომ არჩევნებიო. შეიძლება პროტესტი მოდი ხარ მიყავ მიჭერ ამლავ წუწავ რა ახლა. ეუთოდირი ამბობს თუ ჩატარდაო. დაკვეთ ამბობს თუ ჩატარდაო. აი გეხოთებით რა. დღემდე არ დაუდიო. არ გინდა მაგით ჩვენად ხო მიგინდა კაცო. არ დაუდიო. დახოთეთ ჩვენ კაცო გესწოლეთ რა. რა უნდა გესწროთ კაცო არ მინდა. ჩვენ მოგიგინდა გესწოლეთ ჩვენ არ გესწროთ გამორიცხულია. ხო და არ გესწროთ. ჩავატაროთ. სულ ესეთი ვიცი მაგ მე ვიცი მაგრამ კატონის სულ კაცო. ხო და ჩავატაროთ ახალი არჩევნები და არ გინდა სასწრაფო არაფერი. როგორ ეცოლო კაცო. დაწმენდით რამაზ ბატონო. ლეონ ბატონო მე ერთ რაღაცას ვიტყვი აი ძალიან მოკლედ ვიტყვი. წინა არჩევნების წინა პერიოდში მე კარგად მახსოვს ოპოზიციის ლიდერები ამ ელექტრონული სისტემის გრადობაზე, გაუმჭვირვალობაზე, სარეკლამო გოლებსა და სარეკლამო პრეზენტაციებს ატარებდნენ. პრეზიდენტის ატარებდნენ ამა თუ მეტროში, ამა თუ ტელევიზიებში და ნუ ამრავა. დამთავრდა არჩევნები. გამოხდნენ ეს ოპოზიციის ლიდერები და დახეს გაყალბდაო. მანამდე ხო იცახოდნენ რომ არ შეიძლება გაყალბებაო. და ამით რა. ანუ არ გაყალბდება, გამჭვირვალობა იქნება. შეცდეთ ბატონო. კარგი რა ბატონო. ეგ ამას მე ვერ დამაჯერე. შეგვარებია შეცდა. აი რამაზ ბატონო. საქმეს მაგაშია, ზუსტად ეხლა თქვენ თქვით, რომ ის ხალხი განაწყენებულია და იმიტომ გამოვიდაო. ვინც ხმა მიცა. და საქმეს მაგაშია. იმიტომ რომ ის ოპოზიციამ დაარწმუნა ის ხალხი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა გამჭვირვალე, თან წინასწარ განაცხადეს. თან ასაკეთებდნენ უყურე გარკვეულ ნაწილს ცხადებდა რომ არჩევნები ყალბდებაო და გარკვეულ ნაწილს ცხადებდა იმას რომ გამჭვირვალე იქნება ელექტრონული სისტემითო. და დასკვნა? დასკვნა ის რომ წააგეს, მაგრამ არ უნდათ მიღება. უნდათ, მაგრამ იქ დავალებენ კაცო. იქიდან დავალებენ ზემოთ არ უნდა მიიღოთ. ანუ ეს არის გავიგე, ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. წაით ახლა ეს და უხსენეთ იმ ხალხს რომელიც რუსთაველზე დგას. რა უნდა იმ ხალხს? წააგო არჩევნები. მე ლევან გამოვიდეთ ხალხი და დამიწოს. მე როგორც ნეიტრალური მხარე და როგორც არ გეწყობთ რა აწუდას არ ხართ თქვენ ნეიტრალური მხარე. აბა ახლაც. მოდი შეეცა. როგორც ნეიტრალური მხარე, თქვენ არ ხართ ნეიტრალური მხარე, თქვენ არ ხართ, თქვენ ისეთი განცხადება გააკეთეთ ახლა. თქვენ როცა ამბობთ არჩევნები არ გაყავდა, თქვენ უკვე ნეიტრალური მხარე აღარ ხართ. გაწყობთ ას. ერთი წამი. მე მართალი ერთი წამი, მე ნეიტრალური მხარე ვარ, მაგრამ აპელირებას ვაკეთებ იმაზე, რაც ოპოზიციის ლიდერები, მე იმას აქციაზე ვინებიც არიან, სტუდენტები, ახალგაზრდები, ბავშვები, ასაკენე ხალხი, მე იმათ არ ვეხები,
მე აქცენტს ვაკეთებ იმ ის ხალხია საინტერესო სწორედ ის ხალხია საინტერესო ის არის ხალხი მაგრამ უყურე არა ხელმძღვანელი ყავს ეს ბოდიში თქვი ბატონო ბოდიში ანუ მე იმის თქმა მინდა რომ მე აპელირებას ვაკეთებ იმაზე რომ ოპოზიციის გარკვეული ლიდერები ერთი მხარე აცხადებდა არჩევნები გაყალბდება მეორე მხარე აცხადებდა ელექტრონული არჩევნები გამჭვირვალეა და ყველაფერს ეშველებაო მე იმის თქმა მინდა ამ წინასწარი განცხადება რა იმისი გირა უარო არჩევნები არ გაყალბდა მოაცალერცა მეორე ბატონო მე ერთმანეთს დაერივნენ ერთი მხარე იძახოდა არჩევნები გაყალბდაო მე მეორე მხარეს იძახოდა არჩევნები გაყალბდაო მე არ დამიწყებია ხაზარაძის პარტიის ლიდერები და კიდე სხვა პარტიის ლიდერები რომ პროკურატურაში მიდიოდნენ და მტკიცებულებები გვაქვსო როგორც თქვენ არ გინახავს ის მტკიცებულებები ისე არ გინახავს არც მე და მე კიდე ყველაზე მთავარი საინტერესო ფაქტი რა არის მე კიდე ვიმეორებ რომ თუმცა ბოდიში აი განცხადების მე თქვენ ამბობთ რომ ხართ ნეიტრალური მე რა ვთქვი ახლა რომ მე ხელისუფლებას არ უჭერთ ხარ და არც ოპოზიციას ხელისაკეთ ხელისუფლებას აუჭერთ ხარ და ერთ-ერთი მეორე პროპაგანდა სადაც ხელისუფლება იცავს პროპაგანდა რა შუაშია ფაქტებს თქვენ ეწევით სახელმწიფო პროპაგანდას არ ვეწევი ბოდიში არ გატყობთ და იმიტომ არა ღიად ეწევით ეს იმედის და მაესტროს ტიპის პროპაგანდას არა კი არა ასე თქვენ არ გატყობთ თქვენ ბატონო უბრალოდ მე ფაქტს ვაკეთებ იმასთან დაკავშირებით რომ რაც იყო არჩევნების წინ მე არც იმედის მხარეს ვარ არც მაესტროს მხარეს ვარ და არც რა ქვია იმას რა ქვია ფორმულა და პირველი და მთავარ მხარეს მაგრამ მე იმას ვამბობ რასაც ოპოზიციის ლიდერები აკეთებდნენ იმაზე ვაკეთებ აპელირებას და რა აცხადებდნენ ხო აცხადებდნენ არჩევნები რომ არჩევნები არ გაყალბდება კი ბატონო აცხადებდნენ დაუშვეს დიდი პოლიტიკური შეცდომა ხო აიღონ მე პასუხისმგებლობა იმ შეცდომას დაინუდა მოიარჩევ რას ნიშნავს აიღონ რაში გამოიხატება რაში გამოიხატება თქვენ მართლები ხართ რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა ბოდიში თქვენ ხართ მართლები თქვენ და ჩვენზე უფრო მე რა ვარ პატრიოტი მე თქვენ ჩვენ მე მომხრე ვარ ხო ჩვენზე უფრო პატრიოტი ხართ თქვენ ქვეყნის უყალიბ მეტი გართ არა მოდი მაგაში ნუ შევეჯიბრებთ მაგაში მე თქვენ არ გეჯიბრებთ რა თქმა მე კი არ გეჯიბრებ თქვა მეტი გესმით მეტი იცით ხო შეგიძლიათ რომ აი თუ მილიონ 100-ს მაკაც არ მისცა თქვა დოსმას ხმა მაგალითად 800-მა მაინც ხომ იცავ ესობას ხმა კი ბატონო სიტყვაზე კი აი სხვა 400-ზე გააყალბებს თქვა სიტყვაზე 300-ზე გააყალბებს თქვა სიტყვაზე თქვა ამას გეუბნები აი 800-ს კაცს 20 პატივი ქვეყანას 20 პატივი ქვეყანას ქვეყანა დავანგრიო და თქვენ ასე რატომ ხარ თქვენ თავში რომ ეს 20 ანგრევს ქვეყანას და ეს სამტერი ქვეყნის და ეს ივანიშვილი ხოთავს ქვეყანა და თქვენ ხართ კედოს ანგრევზები ხო შეგიძლიათ და ნახევარი გაჩერდ თქვენ დავანგრიო და ადრილ არჩევნები დიქით მოიგო და 20-ს ბაწრით არ მიცემ ხმა 4-ზე მოვიდა ხო ნუ მაგრამ წაიყვანთ თქვენ არ შეგიძლიათ მოდი თქვენ მაინც ამას გვარამე უნდა მოგიწყდეს მოდი კარგი შეკითხვა გავჩერდებით თუ არა მე მაგალითად სიმართლე გითხრათ ისევე როგორც ის უამრავი ასეულათასობით მოქალაქე მეც ასე ვიქცეოდი და ვთვლიდი და თქვენ სიმართლე გითხრათ ის პირველი 3-4 დღე არც მე არ გავსულა მიტინგზე საპროტესტო აქციას და ვიყავი საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაში მარჩენების წაგებიდან გამომდინარე იმიტომ რომ წარმოვიდგინე ამ მდგომარეობაში ვიყავ მაგრამ მივიღე შედეგები და გავჩერდი მაგრამ სიმართლე გითხრათ ახლა პრობლემა რამ შექმნა თავარი პრობლემა არის არჩევნების შედეგები რომელიც ჩემთვის მიუღებელია მაგრამ მიუღებელია და რა ვქნა და მეორეა რაც გამოიწვია აი ამ ვითარებამ და ეს თავარი ერთ-ერთი ვითარება რა გამოიწვია ეს არის ევროინტეგრაციის შეჩერება და ეს რას ნიშნავს თუ კიდე ფართოდ ახსნი და მეორე ცუდი რაც მოხდა არანაკლებ ცუდი დამამთავრებინეთ კი ეს არის ის რომ ქართული დიპლომები უკვე აღარ კოტირებს ევროპაში რაც ნიშნავს იმას რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მეოთხეთ მოსვლის შემდეგ ევროპის ხარისხისა და განათლების ასოციაციამ ჩვენ შეგვიჩერა წევრობა, გამოგვიწყეს ამ ასოციაციიდან და აქამდე თუ ახალგაზრდებს შეგეძლოთ თქვენი მაგისტრატურის დიპლომები წასულიყავით და უბრალოდ ბაკალავრიის დიპლომები წასულიყავით და ევროპაში ეს თქვენი დიპლომები აღიარებული იყო და შეგეძლოთ მაგისტრატურა, დოქტორანტურა გაეგრძელებინათ, სამწუხაროდ უკვე აწი თქვენ ამას ვეღარ შეძლებთ, იმიტომ რომ საქართველოს ეს ჩემი მოტანილი არ არის ბატონო. ეს ჩემი ეს ფაქტია. ეს შედეგი მოიტანა. ეს არის პირველი. ამას კიდე სხვა რაღაცები მოყვება. და შესაბამისად, რატომ მოყვება, რატომ? რატომ და უნდა ჩვენგან? ამიტომ გეუნებით. რა უნდა და ხო ბატონო, თქვენ კაცო რა უნდა თქვენ? ხო გიყვართ საქართველოს. ამას გეუნებით. რა უნდა მეთქე მხარ? ხო და ხო ხარ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა. უბრალოდ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა. ვინ მოუშვეთ ხოლმე თქვენ მოგიყვართ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა ყოველ დღე ავნებს ქვეყანას და მოაქვს ცუდი ამ ქვეყნას. მე რომ მეუბნები რუსეთს დაუწესო. თუ თქვენ ეს ქვეყანა პრიბატიზის ქვეყნებს რომ ერთი ბოთლი ხნუს აწამებენ და
ტრანზიტორში აქვს საკუთარ რუსეთში და მილიონერს შეულებენ. მე მეუბნები სანსე დაუწესო რუსეთს და ამ დროს ესტონია და ლიტვა, ლატვია პირად გზას განან რუსეთში პროდუქტების და სასმის შეტანით. საიდან შეაქვს მაგათეს? ეგევი კაცო. მე მეუბნები რუსეთს სანსე დაუწესო და იმათა და უხსნი გზას. ეგევი შენ გეუბნები. რატო აკეთებ ამას ქართულ ბუჯო? მე მეუბნები კაცო შენო კანონი გაიწვიო მეუბნები და თუ მე ვაგერ მარჩენებსო. რა გახდა ეს კანონი? რა იყო ეს კანონი კაცო ეს დაგიჟე თქვენთან ამბობ. ამიტომ რა გახდა ეს კანონი რომ ამ კანონს ვაყოლებ რაღაცა ყოფილი ესე ისეთი რომ იმის იქ ზარა აი ძალიან მარტივად აი ეს აგენტურა დაფინანსებული აგენტურა ქონდა და თავი გერმანიის გულიერად ქონდა და გერმანიის კანცლერმა რომ შემოგთავაზაო თვითონ ხელისუფლებამ თქვა აი თუნდაც ამაზე დაუფიქრდით შემოგთავაზეს რომ ესე იგი კი ბატონო გერმანიის ხელისუფლება შემოგთავაზეს ბატონო ესე იგი გაიწვიეთ ეს ორ კანონზე ლაპარაკი და უკვე პრაქტიკულად მიანიშნეს ევროპამ რომ რაღაც გარკვეულ დათმობებზე წამოდით და ჩვენ აღიარებას მოგცემთ. ანუ ამაზეც კი არ წავიდა. არ დასაღერება. ადალჟენი აქვს მაგას უსულად. პოლიტიკა ეს. აშუაშია. ის კანონი არჩევნებთან. პოლიტიკა არის კომპრომისი. პოლიტიკა აშუაშია. ის კანონი არჩევნებთან. ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ დიდ პოლიტიკაზე და პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. იმისათვის რომ მოიგო უფრო მეტი და ეს არის ევროინტეგრაცია და ეს რომ გაეკეთებინათ მათ მოდი შესაძლოა ჩვენ ლაპარაკობთ დღეს თბილისში 200,000 კაცი მიტინგზე არ იდგებოდა ოპოზიცია გამოვიდა და 4-500 კაცი მიტინგს ჩაატარებდა 3-4 და დაშლილი ვიყავით მაგრამ 800 ხათ 800 და გამოვიდოდა არ გამოვიდა ხალხი 400,000 კაცი ოპოზიციაში ეს ხალხი არის სხვა კატეგორიის ხალხი ამად ოცნების მომხრეებს რომ დაუშვენ 200,000 კაცს და ჩამოიყვან იქიდან რაიონებიდან და ჩემ ხო ამ ხალხს ესე ქუჩაში ვერ გამოიყვან ეს ხალხი თვითონ გამოდის ქუჩაში ეს სხვა კონტინგენტია ეს 22,000 არასამთავრობო 500 კაცი ყავს ქუჩაში კი ბატონო რამდენი კაცია ეს საკითხები ბატონო ეს ხალხი არ არის ოცნების ეს ხალხი არ არის ოცნების ელექტორატი რომელსაც წამოუძახებდა მაშინ წამოიყვან ეს ხალხი არის დაფინანსებული ხალხი მოწესრიგებული 800,000 კაცი არის ის ადამიანი რომელიც მაშინ გამოდის გამოსაშველი სისხლი და გამოუწოდა უნდა ჩავჭრას ხო და შესაბამისად გეუბნებით რომ ეს დაფინანსებული ჩავჭრას ლევან ბატონო უცხო დაფინანსებული ჩავჭრას კი და კაცი მარტო ვისაც აფინანსებს ივანაშვილი და მისთან ასოცირებული ოლიგარქები ბოლო არჩევნები ივანას ბატონო რა არის ბოლო არ თქვა არ მომაწურებო თქვა ლევან ბატონო ლევან რამდენჯერ თქვა ეგ ეხა თქვა ბეკი რა 20 არ მომაწურებო რამდენჯერ თქვა 20 არ მომაწურებო 20 მოდი გაძრით უიმე მაგაზე თქვა ლაპარაკი და ბოლო არჩევნებია 4 წელი თუ 4 წლის მერე გააკეთებულად მესოდინება რომ 20 არჩევნებს აღარ მიიღეს 20 წელობას 4 წელი ხები ჩამოკიდებული არჩევნები 4 წელი 4 წლის მერე ისინი აღარ დავინახო არ დამასმევინებ გისწრება ბატონო ძალიან მოკლედ შევაფასო დროის ფაქტორიდან გამომდინარე ამ აქციებს გადავყევით მთლიანი გადაცემა ესა ინტერესი ეს ხდება და საინტერესო ფაქტია მაგრამ ერთადერთი თემა რაც უნდა არის კიდე საინტერესო ეს არის ბიზნა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი ვინ მოისმინა რომ ვინ აიცის ამას აფერმიტი კი თქვა ეს რა იდებრაგა დავიდა რა ვთქვა რა ვიცი ჩვენ არ მოგვისმენია მე პარამეზავ ლევან ბატონო აქ ერთაზე ვართ ახლა ჩვენ რაც არ მოგვისმენია არა მე სხვა კითხვა მინდა დავსვა ანუ მოსმენაზე არ ლაპარაკობ გასო მე სხვა რამეს ვაო ანუ ემანუელ მაკრონისა და ბიზნა ივანიშვილის საუბარი არსებული საუბარი რა როლს ითამაშებს დღევანდელ რეალობაზე მე ვიტყვი მაგას კი ბატონო ეს გამოწვეულია ჩვენი ლამაზი ქალბატონის ქალბატონის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონთან ძალიან ახლოს არის და შეარულო ურთიერთობებს რა რომ ბატონ ბიზნესელა ვერა რომ ეხლა რა უნდა ხალბატონს უნდა გუშინას გბძანა რომ მე არ წავალო ახლა ჩვენ უნდა დანიშნო და რაღაც გაფრებ ჩამოყალიბე იქ რა უნდა დანიშნო ახლა ჩვენ მე უნდა დანიშნო ყოველდღე გადადგესო უკვე ახლა დანიშნო და მე ნახე თუ ახლა წავედი მეო იქ რაღაც ბატარებები დამიყენო ბატარებები წინო და მე მაგას წავედი გონი ახლა დამასო მაკრონი იმის გაგრძელებაა რომ რაღაცა დაიქადნა ბატონ ბიზნეს ალბათ დაიქადნა მოქალაქეა ბატონ ბიზნეს აფრიკეთის და დაიქადნა ახლა რომ მაკრონი ძალიან გულითქვა ჩვენ და ღამები არ ძინავს ეს არის ქალბატონის პრეზიდენტის იქიდან მოხალხე რაღაცა მოხალხეებს რომ მიიღო ბატონ ბიზნეს შეიძლება მიხალბატონიდან იყო მაშინ და დაიქადნა რაღაცა არა ბატონ ბიზნეს მამდე იყო მოხალხე საფრანგეთის იყო აი შემეშალა მე უარი თქვა სხვათა შორის პრემიერი რო გახდა დაიწყო იქიდან ის ქალბატონი ბატონ ბიზნესია პრეზიდენტად აბათ ხონდა უთოთობა იქაურ და რაღაცა ხდება მანდ მეტი ახლა მაკრონ ჩვენზე კაის ვერ ტყობა ეს გასაგებია თარბარო რაღაც მაგას მიხედავს ოჯახა მოებული შემა ჩვენ დახმარება თუ უნდა დახმარება ჩვენთან როგორ ჩამოვიდა წინა არჩევნებში ევროკავშირის როგორ იყო ის და მიშელი და რო შეარიგა პოზიცია კარგად იმუშავა იმ კაცს მაგა და ჩამოვდანდეს თუ უნდა გამოვდანოს კაცი და დაგველაპარაკოს ქართლებს შეგვარიგოს ხელსაწყო ორივეს ეს მეორე საკითხი მე ბატონო ლევან
თქვენისთან ადამიანთან თუ უცემაში 20-ი ოპოზიციას ხო ყველა დაბრაკი შეიძლება. იმ რადიკალებთან რომელიც ვიღაცის დატარებს თავის აზრით არ მუშაობს იმ დაბრაკი არ შეიძლება. ვიღაცა ფულზე და ვიღაცას ამსაღებად ვიღაცა ლაპარაკება და იმას უყავს ლაპარაკობს აქ. იმ ყაზა რა უნდა ვილაპარაკო? როგორ ვილაპარაკო მაგას კაცო და ერანძი ყურებით ხერ და ახალგაზრდას ყუდიან კაცო რა. აით რა ხოთ რა იარაღი რა სამოქალაქო მიგაც ვინ თქვა რა ის კაც რა მომიგაც ვილაპარაკოთ ხალხებზე რა არის რა მომიგაცო ვერ ხედავ რა ხდება რეგიონში თქვენ როგორ შეაფასებთ 600 კილომეტრი რა ხდება ვერ ხედავ მოდი ახლა ესე ვთქვა რა თქმა უნდა ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი არის საფრანგეთი ის რომ ევროკავშირის ინტერესები აქვს საქართველოში დღევანდელ სხვა დასამალი არ არის და აქტიურია ეს ინტერესები და მიესალმები ძალიან კარგია მას აქვს დაინტერესება საქართველოში და შესაბამისად ჩემთვის ცნობია რაზე ისაუბრეს მათ ერთმანეთში ეს არა მე მაგ კითხვა არ დამისვამს ანუ რა როლს ითამაშებს დღევანდელ რეალობაში ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი მე ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილი და ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ემანუელ მაკრონს არ ვიცი რა იზელაპარაკოს მაგრამ ემანუელ მაკრონს ანგარიშს გაუწევს და რატომ ბიძინა ივანიშვილი არის ასევე თქვენ ძალიან საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული კონტრიბუცია შეიტანა სხვათა შორის და მივესალმები მის ამ ქველმოქმედებას პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციაში საკმაოდ სოლიდური თანხა შეწერა რის გამოც მიიღო საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო ეს არის საპატიო ლეგიონის ორდენი და ქართველებთაგან ეს აქვს ქალბატონ სალომეს, აქვს მიხეილ სააკაშვილის, აქვს ბატონ ბიძინას და რამდენიმე ქართველი არსებობს, ხო ისტორიული ფიგურები არიან ესენი, ვისაც ჰქონდა ესეთი ორდენი, ერთ-ერთი იყო ამილახვარი, ეს მეორე აფრიკაში დაიღუპა, დეგოლმა მიაინჭა მას. საკმაოდ სერიოზული ორდენია, სხვათა შორის, ვთქვათ, და საამაყოა და პრინციპში ვთვლი რომ ჩვენმა ლიდერებმა სააკაშვილმაც, ზურაბიშვილმაც და ივანიშვილმაც ეს დამსახურებულად მიიღეს და ეს ქვეყნისთვის არის კარგი პირველი ხაროდეს, რომელი ბანაკისაც არ უნდა იყოს ეს. საკმაოდ სოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორდენია და აღსანიშნავი იყო რომ სამწუხაროა თუ არ ივანიშვილი არ მიეწვიეს ამ ღონისძიებაზე, არა და ყველა მუშაობდა იმ მიწვეული იყო ამის გახსნაზე და იმიტომ რომ თქვენი ქვეყნის იქნებოდა კარგი ხო და თქვი რომ ივანიშვილი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას აინჭებს მის ფრანგულ მოქალაქეობას, მის კავშირებს საფრანგეთთან, იმიტომ რომ საქართველოსთან მისი წასვლის შემთხვევაში თუ ის ხელისუფლებას დაკარგავს, ერთ-ერთი მისი სავარაუდო ნამსაყუდელი სწორედაც საფრანგეთია და საფრანგეთის სახელმწიფოსთან თქვი რომ ივანიშვილი არ წავა ურთიერთობების დაძაბვაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ერთ-ერთი სავარაუდო მისი ნავსაყუდელი თუ საქართველოს ძალაუფლებას დაკარგავს, სწორედ საფრანგეთი იქნება და საფრანგეთში ისევე როგორც საქართველოში ეწევა სერიოზულ საქმიანობას, როგორც ბიზნეს საქმიანობას, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და მე ვთვლი რომ მის ყოველ შემთხვევაში თლიანად თუ არ გაითვალისწინებს, რაღაც ანგარიშს გაუწევს მაკრონის სიტყვას. ძალიან კარგი. საუბრობ წავიდეს ივანიშვილი, ასე წავიდეს ეს. საწავო იმერელიგაცი, წავო თავისუფლებას. აით რა. დროის ფაქტორი იწურება. სხვა შორის იმერეთის სოფლებს ძალიან გავს ბურგუნდიის სოფლები და ღვინოც ისეთივე თხელი აქვს. ასე რომ არა მაგალითად მაგალითად ჩასაწვა მაგი. გადაცემა გამოიწურა და ბოლო კითხვას დავსვამ და ძალიან მოკლედ შევაფასოთ თუ შეიძლება. ოღონდ საქართველოს გარეთმა გავიდა ეს არის სირიის კრიზისი, კაპიტულაცია, ბაშარ ალ-ასადის გაქცევა სირიიდან და არსებული სიტუაცია რა როლს ითამაშებს. კერძოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში და ამასთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მდებარე სიტუაციებიდან გამომდინარე და ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. ბატონო, თქვენთან გადმოვიდეთ. მე ისინი დაუთმობდი ბატონს ბოდიში. ეხლა მე ვიყოთ ეს რაღაცას. სირიის დათმობა რუსეთს ხას რაც დაუჯდება გეტყვით. სადაც რუსეთი აზროვნებს ასეთი სტრატეგიული აზროვნების კუთხით, რომ საიდან შეიძლება გვესროლონ ბირთვული რაკეტა. და ყოველთვის ცდილობს გააკონტროლოს ისეთი რეგიონები, ასეთი დატვირთვა აქვს მაგალითად კალინინგრადს, ბალტიის ზღვაში და კალინინგრადში არსებული სამხედრო ბაზების წყალობით და იქ სანავიგაციო სისტემების წყალობით პრაქტიკულად ბალტიის ზღვა გამოსადეგარი გახადა რუსეთმა ნატოს ჯარებისთვის, იმიტომ რომ ბალტიის ზღვიდან რაკეტის სროლა პრაქტიკულად შეუძლებელია ახშობს რუსეთი მთელ ბალტიკის ზღვას. მას შემდეგაც რუსეთი გავიდა ყირიმში და დაიკავა ყირიმი მდებარეობს ცენტრში შავი ზღვის და პრაქტიკულად შავი ზღვაც გათიშა ნატოს ინტერესებიდან უკვე იმიტომ რომ ბასტიონის სისტემები რომელიც განათავსა ასევე ახშობს თელ შავი ზღვას და სხვათა შორის უერთდება საქართველოს სხვა ზღვებს. აი 1000 კილომეტრი საზღვარი
საქართველოს აპატორია არის ის ტერიტორია, საიდანაც თეორიულად მათი წარმოდგენით შეიძლება შემოდის უცხოური წყალქვეშანავი და აქედან ესროლოს და იქ არსებული ბასტიონის სისტემა ყირიმში ვერ ახშობს ქართულ სანაპიროებს. ეხლა საინტერესო იყო სირია, ძალიან ახლოს არის ეს თურქეთის ნახევარკუნძული წარმოვიდგინოთ და ეს დათვლილი ჰქონდათ მათ, აი სირიის სანაპიროებში რომ შემოვიდეს წყალქვეშანავიანი გემი და ჩადგეს და თუ რუსეთი ამ სანაპიროს არ აკონტროლებს, რუსეთის შუაგულს ევროპული ნაწილისას წვდება, ანუ ბირთვული იარაღი. შესაძლოა რუსეთს აქვს ეს ისტერია, რომ ვიღაცამ შეიძლება ბირთვული იარაღი ესროლოს და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო რუსეთის ინტერესი თავის დროზე სირიაში და ამიტომ შევიდა და ამიტომ დაიკავა სირია, რომ იქ განათავსა თავისი სამხედრო საზღვაო ბაზა და იქ განათავსა ასევე ბასტიონების სისტემის, ასე ვთქვათ, შეიარაღება, გემსაწინააღმდეგო რაკეტებზე საუბარი და ამ საზღვაო ბაზას, რა თქმა უნდა, ჭირდება საჰაერო ხარდაჭერა ბაზის, ჭირდება ქვეითი ბაზა, რომელიც ამას ყველაფერს მოემსახურება და ნუ აქედანაც პრაქტიკულად ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიც პრაქტიკულად ნატოს ჯარებისთვის და მოგესალმებით, რომ აქ სერიოზული ჯაჭვობა იმყოფება ამერიკის ჯარების, ეს არის მე-6 ფლოტი თორსები და გარდა ამისა აქვე იმყოფება თორსები კუნძულ თურქეთთან რო აქცადაო ბერძნებზე, კვიპროსზე სერიოზული და მალტაზე სერიოზული ბრიტანული ძალები დგას და რომელმაც შეიძლება რუსეთის გარკვეული დარტყმები მათი წარმოდგენით მიაყენოს. თუმცა სწორედ ეს იყო სირიაში რუსეთის აქტივობის განპირობებული. თუმცა რეალურად ჩვენ ვიცით, რომ არავინ რუსეთს ატომის ბომბის სროლას არ უპირებს, არავინ სულელი არ არის ამ ქვეყანაზე, არავის არ ჭირდება რუსეთთან ბირთვული ომი ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ჭირდება ვაჭრობა, განვითარება, ეკონომიკის წინსვლა და შესაბამისად რაღაც გარკვეული შეთანხმება ალბათ მოხდა, რუსეთი რაღაც გარკვეულ ბაზებს ალბათ დაიტოვებს, მაინც ჩემი აზრით იქ ამ გარიგების შედეგად და ნუ ბოლო-ბოლო შეიძლება უკრაინაზეც იყოს ლაპარაკი გაცვლაზე, ესეც კოდოშალო ეთებიაზია მაგას ფიქრობდი ბატონ რა შეიძლება მეთქი რა შეიძლება მოხდეს აი როგორ შეიძლება ომი შეჯერება რა ხსებია მეთქეს თუ მას გქონდა აი წინას მოფიქრებული არავინ არ თქვას მაგირო ერთ დღეში 100-ს რომელსაც 100-იანი არ მეყავდა ბადრაცაც ასაც რუსი ჯარები მომდიდგა და რაღაცა ვინისები შეერაღებული მოდესი ხალხი აიღეს ერთი მეორე მესამე როგორ ხდება ეს არის წინასწარ დაგეგმილი მოფიქრებული მონაბრაგებული ისრაელთან თურქეთთან ირანთან ირანით გაიქა ირანმაც გაიცია რუსმა გაიცია ხა რუსი შეეშინა გამოიქცა და ვინ ემებოდა რუსს ისრაელი არ ემებოდა ისინი ერთი მუჭა ფანატიკოსები არა მაგით აკოლი ხამდა მაგას ჩემი აზრით მგონი არ ვსვიდები ამ საკითხში მოხდა გარიგება ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის მომადმინისტრაციის და რუსეთის ირანს შორის რომ დაათმობიეს სირია და გაიცვალა ეს უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებთან. ეს არის აქსიომა, ვისაც დანახავდა დაინახავს და ასაუთხეს შენ აზიარა შენ გაჩერებას, აგერ მოსკოვში წამოწმული ოჯახით და გააფრინდეს და მოსკოვში რაღაცა ცენტრალური ადგილი ეს არის რეგიონი მოსკოვში იქ დაასახლეს და შეატოვეს და დათმეს სირია გაწირეს ფაქტურად ხალხის გაწირეს და ამ დროს ამერიკა თურქისტანის ქურთების მომხრეების დაუდგა გვერდით ისინი იკავებენ აქეთ დაიკავა თურქეთთან წამოვიდა თავის მომხრეებთან აქეთ ბატონჩემო სიმაღლეები დაიკავა ისრაელმა და 10 დღეა ბომბავს 24 საათი არ დაუტოვა არაფერი სირიას. ქვეყანა რომელიც არ ეომება ახლა ხო დარწმულია. ანუ მთლიანად სამხედრო ინფრასტრუქტურას ისრაელის საერთოდ არ წოდოლია ხა. მაგრამ ამიტომ ის ნებას მისცეს ისრაელს, შენ რომ არჩეერიო ამ კენტრაში, მიწასთან გაასწორა ერთი მუხლუხები ტანკი არ დაუტოვა. რაც მიწის ქვეშ მიწისზეც ყველაფერი გაანადგურა და ხმას ვერ იღებს ვერავინ. და ხალხი მილინკები დატოვეს იქა. დაშალეს სერია და სამაგიროდ რუსი გამოვიდა ის მაგარ რეგიონია სამსია ნავთობით, გაზით, ტრანზიტით. იქიდან შეიძლება მომარაგება მთელი დასავლეთ სამყაროსი, სირიიდან არის გეოპოლიტიკურად ხუთიანი ტერიტორია. ეს გაყიდეს რუსმა აბატონო და ეს ტერიტორია ასე. განაწილდა ეს. აი ხა ხარ მე ჩვენ სად ვართ აქ? ჩვენ სად ვართ? აი ეს შემტენი მაგას არ ყოფნის ვიღაცა ჩვენ თორ მაგან თქოს. ჩვენ ვართ თუ არ გაგებულები. თუ ჩვენ აქ გაგებულები ვართ, ჩვენ ყაყას რუსთავის დაზე არა. როგორც სირიას არ შეგით არავინ და 50 სირიის ხლა რუსი სირია მგონი, რა? შეარაღებით და ჯარითაც, სპეციალისტებით და ხალხითაც ამხელა ხა უდავაზარ ქვეყანა ხო? ის გაგდეს ბაზარში რომ გაგედიან სახალ ინდაურით გაგდეს, ხო?
რუსფას გაყიდა დაჭირდა, ამერიკამაც გაყიდა, ისრაელმაც გაყიდა და რუსთა რეზერვა ყველა ჯიჯის ახასიათებს, ხო? ისე რაღაც ჩავიდა ჩვენთან და ჩვენ სადა ვართ, ხალხო. ის სირია მორჩა. უკრაინას მორჩა ამ დროს. ზელენსკი მორჩა. დაღუპა თავის ქვეყანა. დაღუპა უცხოურ დაფინანსებით და დასმულ ადამიანმა უჯერდა სხვას და აი სხვამ რა გააკეთა, გაყიდეთ ხალხები. ეხლა მივიდნენ ეხლა და გამოყვა ხო წააჩხმეს რუსი. ხო წააყიდეს უკრაინა რუსთან. ეხლა მიდი უშველო, მიდი უშველო ეხლა უკრაინას. ისე გვზამენ ჩვენს. ისე უნდა გვექნათ ჩვენთვისაც. ხოჭოს ერთი რაღაც ბრძანა ბატონმა სწორედ რომ სად არის ჩვენი ადგილიო და ჩვენ მაგალითად ვერ დაგეთახმებით რომ თვითონ ჩვენს აქტივობას არ აქვს რუსთაველზე ადგილი. როდესაც დგება ეს პოლიტიკური ასე ვთქვათ ვაჭრობა და გარიგება, მოკლედ გეტყვით იმას. შენ არ გითხება ამას. ერთი თავი რაღაც არის. შესაძლებელია ასეც მოხდეს, მაგრამ თავი არის აქ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა, რომელსაც დასავლეთმა უნდა ეწოდეს ერთი რაღაცა. დასავლეთმა თუ იცის რომ მას საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენი არ გააჩნია, რა თქმა უნდა ის საქართველოს იოლად გაწირავს. 90 კაცს უნდა ევროპაგას, ღირსის ეს მერე. სირიას კითხავენ რამე? არა, მოდი. სირიას ეკითხნენ? იცი, თუ დასავლეთისთვის იცის რომ მას თუ დასავლეთმა იცის საქართველოში მას პოლიტიკური დასაყრდენი გააჩნია, რეალური დასავლეთ საქართველოს არ გვა. როგორ გაბა დასავლეთ თუ დასავლეთ რუსთან 21 წელში რა გააკეთა ჩვენთვის? 21 წელში რა გააკეთა ჩვენთვის ევროპამ? 21 წელში რაც მოხდა, როგორც კი დაინახავს დასავლეთი რომ საქართველოში მას პოლიტიკური დასაყრდენი არ მოლდავეთი არის ჩვენი მომხრე. 45% არის ხმას მოლდავეთი და 90% ქართველი კაცო და ის მოლდავეთი ადეთო გვიან გახდება რუმინეთის ნაწილი. ეს არის ერთი მოკლედ დავამთავროთ. და მოკლედაც გეუბნებით რომ რეალურად თუ ჩვენი სახით ევროპას ექნება ხალხის სახით გათვლა იმას რომ მე საქართველოში მაქვს პოლიტიკური დასაყრდენი, მაშინ ევროპა საქართველოს არ გევა. თუ ევროპამ დაინახა რომ მას საქართველოში დასაყრდენი რომელი ხუთი კაცო ჩამოვიდა გუშინ ასეთა უსწავლო გაიარეს? ვინ კითხავთ ამათ? თუ ევროპა დაინახავს რომ დასაყრდენი მას საქართველოში არ ყავთ და ასე დამოკიდებული გვიქნება რომ ვინ კითხავთ თქვენ, მაშინ რა თქმა უნდა ევროპა ჩვენ ძალიან იოლად დაგთმობს და აღმოჩნდებით რუსეთის ხახაში. ახლა გვიცავთ რუსის გარდა ევროპა რა? გვიცავთ არა, იცი გვიცავს. ევროპა უკრაინა დაიწვანენ, უკრაინა. ბოდის პენჯერი. ზურბასო ტელემაყურებლებო. დასასრულს კიდევ ერთხელ გავმეორდები. რაც იმთაც დავიწყე გადაცემა, მე მოხო ორივე მხრიდან ძალადობას, ჩემთვის ყოველად მიუღებელია და კიდევ გავიმეორებ იმას, რომ მე არ ვეკუთვნი არც ოცნებას, არც არსებულ ოპოზიციას, ვარ ჩვეულებრივი ნეიტრალური ფიგურა, გადაცემის ტელეწამყვანი ვარ. მოკლედ, მადლობა დღევანდელი სტუმრობისათვის, ბატონ ბრემას, ბატონ ლევან. მოკლედ, ასეთი იყო ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენი გადაცემა. შევხვდებით შემდგომ კვირას 21 საათზე TV+-ის ეთერში. მადლობთ რომ გიყურებთ.